შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და პასუხისმგებლობა მკაცრდება. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას ხელი მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი უკვე ძალაშია. დოკუმენტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენიან მომწამვლელი ნივთიერებების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამხვევი აქციის ორგანიზატორია, პატიმრობას 20 დღემდე ვადით. 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე ქმედება 2 წლამდე ვადით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება. პასუხისმგებლობა გამასწორებელი სამუშაოთი 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით იქნება გათვალისწინებული. ეზოში მოგროვებული ფოთლების დაწვა არ შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. ასეთია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოწოდება. ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს, ნათქვამია, რომ შემოდგომაზე საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დღემდე მავნე პრაქტიკად რჩება. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის. დეპარტამენტის შემოდგომაზე ამ მიმართულებით კონტროლს ამკაცრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობაც 500 ლარით არის განსაზღვრული. გარემოს დაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. მყისიერი რეაგირება ტარდება ასევე სამინისტროს ცხელხაზე დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე, ნათქვამია ინფორმაციაში. თავისი მრავალფეროვნებით, სიუხვით აღნიშნავთ ანაბასისობას, დღესასწაულს, რომელიც სიყვარულით გვაერთიანებს მთელ სკოლას, ყველა კუთხეში, ყველა ნომერში ჩადებულია დიდი შრომა, მონდომება, შემოქმედება. ეს არის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ყველაფერი, ასევე მშობელთა დახმარებით, მშობელთა ჩანადგომით, ჩვენი მასწავლებლების მზრუნველობით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც დღევანდელ დღესასწაულს ასეთი ლამაზი ფერი შეძინა და ვფიქრობ, რომ დღესასწაული დარჩება ტრადიციად, როგორც ჩვენი სკოლის ერთიანობის, სიყვარულის და წარმატების სიმბოლო. და ტრადიციად ვაქციეთ, უფრო მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა, წელს უკვე მერვე კლასელებმაც მიიღეს მონაწილეობა, დადაც მთავარია და სასიხარულია. ბავშვები თავისი ინიციატივით გვთავაზობენ აქტივობებს. უხარია დღევანდელი დღე, ეს არის სასკოლო საზოგადოების ზეიმი, რომელიც ესე ახალისებს ჩვენს სწავლას, გარემოს და მოსწავლეთა მოტივაციაზეც აისახება იმედი მაქვს. გილოცავთ შემოდგომის ამ ბრწყინვალე დღეებს, დოვლათი ბარაქა ქონოდეთ თითეული თქვენგანს ოჯახში. ტრადიციულად ჩვენ ანაბასისში ხედავთ, როგორ მორთულ მოკაზმული აქაურობა და როგორ უმხიარულობთ ყველანი, დიდიც და პატარაც. ცაში გაშვებული ბუშტები, ეს იყო სიკეთის, სიყვარულის ჩვენეული გამოხატულება, რომ აი ამ სიკეთით და სიყვარულით თანადგომით ყველაფერი გამოგვივა. აი ამ პატარებმა ეს შეძლეს. თითეული კლასი მომზადებულია ზედმიწევნით, ყველა ზეიმობს, ყველანი კარგი განწყობაზეა
და ჩვენც ასე შევეგებეთ ამ ჩვენს არაჩვეულებრივ ყოველ წელიწადს ყოველ შემოდგომას ტარდება მსგავსი ღონისძიება, როდესაც ყველა ბავშვი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია. წლევანდელი წელი კიდევ უფრო გამოირჩეოდა ბავშვების აქტიურობით, რადგან უმეტესად დაწყებითი კლასი არიან ხოლმე ჩართული, მაგრამ მაღალი კლასების წელს ძალიან ვიაქტიურეთ და ძალიან სასიამოვნო და ემოციური დღე არის ჩვენთვის. შემთხვევით მოხდი ამ სფეროში სტომატოლოგიაზე მინდოდა ჩავარება, სტომატოლოგიურზე მქონდა პირველი და მოხდი ფარმაციაზე. იქ მომეწონა საგნები, რომელსაც მე გავდიოდი, მომეწონა პროფესიის სპეციფიკა და გადაწყვიტა, რომ დავჩენილიყავი ამ პროფესიაში. ყველაზე კარგი და მე რასაც ყურადღებას ვაქცევ, არის ხალხთან ურთიერთობა. ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვემსახურებით, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქოტიპი აქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგი მხიარული შემოდის და ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ მას. და ასევე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ფარმაკოლოგია ძალიან საინტერესო საგანია და ყოველ დღე ვითარდება. ზოგადად მიყვარს ხალხის დახმარება, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ცოდნით მათ დავეხმარო. ჩემი თავია, თავიდან აღმოვაჩინე და ყოველ დღე ვითარდები. ეს შეიძლება იყოს ხალხთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ან ფარმაკოლოგიური ცოდნის მხრივ. ხალხს უკვირდათ ზოგადად ბიჭი ფარმაცევტი ვერ წარმოუდგენიათ და ზოგადად უნდა იყოს რა ძალიან ბევრი მამაკაცი ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს განვითარებადი სფეროა და როგორც ქალია აუცილებლად ამ სფეროში, ასევე მამაკაციც. ვარ ამ სფეროში უკვე 3 წელი არის და ჩემი აზრით უკვე ამოვწურე სააფთიაქო საქმე. და ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის საჭირო ზოგადად იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს. ზოგადად ხალხს გონია, რომ ფარმაცია ეს სფერო იწყება აფთიაქიდან და მთავრდება. ანუ ეს ასე არ არის. ზოგადად ფარმაციის სფერო იწყება აფთიაქიდან და არ მთავრდება. ანუ შეგიძლია განვითარდე, ანუ აფთიაქს გაცდე, იმუშაო ქარხანაში, თუნდაც წამლის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარო და ასე შემდეგ. ვსწავლობ აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარმაციაზე, ну ჩემ სფერო რაც არის, იქ ვსწავლობ და თან მუშაობ. ეს არის ძალიან რთული. დღის განმავლობაში ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ სამსახურშიც მოხვიდე თავის დროზე და ლექციებსაც დაეცროთ. ამას ჩემი თანამშრომლები მეხმარებიან და ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე ჩემი ლექტორები, რომლებიც მითვალისწინებენ. მიზანია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ის რაც მინდა, ანუ ის გამომივიდეს ცხოვრებაში. რო გადავხედავ ჩემ ცხოვრებას, თქვა რომ აი მე სწორად გავაკეთე ეს და მივაღწიე რაც ქონდა მიზნად დასაქმებული. ანუ ეს დრო რაც ჩვენ გვაქვს არის აი რა შეუცვლელი. ყველაფერი მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დრო აღარ დაგვიბრუნდება. ამიტომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისთვის, რომ გავხდეთ საუკეთესო ვერსია ჩვენი თავის და აი ვიცი რა არის პირველ რიგში მგონია რომ მიზანი უნდა დავისახოთ.